დაგიბრუნდით მეგობრებო, ამჯერად არა ვაშლოვანიდან, არამედ ლაგოდეხიდან, ზიანი და მთიანი ლაგოდეხიდან და დღეს ჩვენ ავაწყობთ ვან გოგის მზესუმზირებს. არ მაინტერესებს ეს თუ არ არის ვან გოგის, ჩემთვის ეს არის ვან გოგის მზესუმზირა, რომელიც ნანახიც მაქვს რეალურად და ძალიან ლამაზი ნახატია. ოკეი, ნახოთ, წესით ამ კადრშიც გამოჩნდება, როგორც აღნიშნე უკვე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და მე მგონი უკეთესი ხარისხია ხმისაც მიხვდებოდით და ჩვენებისაც, იმიტომ რომ ციფრულზე გადავედით Panasonic Lumix-ზე, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ სულ მინდოდა ეს კამერა. ოკეი, კაი, დავიწყოთ რა. ეს ვიდეო ალბათ ცოტა ხნიანი იქნება. მაინც არავინ არ უყურებს, არც დიდხნიანს, არც ცოტა ხნიანს. ჩემი არხის ეგრეთ წოდებული ფიშკა ეგ არის, რომ ვიცი რომ არავინ არ უყურებს და ძალიან ხალისობ. მაგრამ მადარდებს ეგ, არ მადარდებს. აუ, ამდენი რამა. ამდენი ყვითელი რამე, ჩემნაირი დალტონიკი ადამიანისთვის შეიძლება, არ შეიძლება. არ დალტონიკი არ ვარ, რა თქმა უნდა. კაი, ეს ფურცელიც არ გვჭირდება. როგორც წინა ვიდეოში რომ მოუწოდე, მოდესაც ტყეში მოდიხართ, ნაგავი არ დაყაროთ, ბიჭო, სირცხვილია. აუ, თქვენი ქვეყანა არ გიყვართ? აიღეს ჩააგდეთ ნაგვის პარკი, წამოიღეთ ყველაფერი და გაასუფთავეთ. არ დატოვოთ აყრები. თუ თქვენი ქვეყანა, შენი ქვეყანა შენ არ გიყვარს, ხოს ვერც მოთხოვ. პრეტენზიები რო გვაქვს რაღაცეები. რანაირად აწყობს ეს უკვე? ეს რა ჟანდაბითა ვაწყო, ბიჭო. ამ ტიპი მეუბნება ეგრე ამით დაიწყო, საიდან ავაწყო ეგ ორი ცალი მზესუმზირა. მაგდენი რო ვიცოდე რა, ალბათ ესეც ასე. ოკეი, კაი, შუაში შავი. აჩა. მე მარტივი მეგონა და მეთქი ცოტა ხნიანი ვიდეო გამოვათქვა. იმდენი დეტალია, არ ვიცი. წინა ვიდეოში ვთქვი რომ ვიყავით კახეთში და ყურში მეთქონ ცუდად მოხდა. ამიტომ დღეს გამოვასწორებ და ეს ვიტყვი რომ ვართ ლაშქრობაში, ცოტა წყალი დავლიე, თორე ძალიან ცხელა. გამთბარა. ყინულიანი წყალი გათბა. ოკეი, კაი. 24. მინდა აი, ჩვენ წვანე ავიღოთ. წვანის გარშემო უნდა ესე იყოს, აბა. აუ, ქარმატვინი გაბურღა. აი, ჯერ ვიღებთ ყავისფერზე დებთ. წვანის შავი რატომ იყო? ოკეი. ამას თავზე დავადებთ. თემოს წავართვი ის მიკროფონი. ერთი, ორი, სამი, 4. 24 წელი უნდა იყოს ეს. 5, 6. 7. Roa. 9. ცხოვრებს რო ითვლიან ხოლმე ეგრევა. 12.
13, 14, 15, 16. Čudmeti, 18, 19, 20, 21, 22, 23 და ისიც 24. ოკეი. ახლა ამათ ყველას უნდა ეს სიმძირის ყვავილები თქმა უნდა იყოს ერთი მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ პერფექციონისტი ხალხი ვართ. ძალიან მინდა რომ ეს ვიდეო დიდხნიანი არ იყოს. მან შემიძლია რომ საერთოდ ავაჩქარო რაღაც მომენტები, მაგრამ ლამაზი არ გამოდის ხოლმე რა. ერე მუსიკა ედება იქით აქეთ. ძალიან ბევრი ხმა შემოდის სხვადასხვა არსებების. ბუნების ხმები, ძალიან კარგია, სიწყნარე, სიმშვიდე, არაფერზე არ ფიქრობ საერთოდ. ძალიან კარგი განტვირთვა ბუნებაში გასვლა. რავი, ვინც არ გადიხართ ხოლმე, გირჩევთ რომ გახვიდეთ რა. კემპინგზე, ლაშქრობაზე, ნებისმიერ რამეზე შეიძლება გასვლა. თან დღევანდელობაში მით უმეტესად ბევრგან არის გზები დაგებული და რომ მოგინდეს თითქმის ყველგან ჩვეულებრივად მიხვალ რა. აი ვაშლომაში თუ იყო ტიპი პრიუსით მოსული, ყველგან მიხვალ მართლა. აუ აქ რა მონსტრი რაღაც ემატება ეხლა. არც ისე. ეს არის ეს ყვავილები კუთხეებში. მონსტრი მეგონა, მაგრამ ოკეია. თიორი. არა ნახე. ამაზე პირდაპირ არავა. ჯერ ეგრე არა. ჯერ უნდა დავამაგროთ. თიორი, 3, 4. No. 4 ცალი კი. ეს 3 და ესეც მეოთხე ნაწილი. კარგი. ეს არა. აი. აქვს ისრები ყოჩო. მიხდნენ ეთყობა რომ საწყობა ეგეთი მარტივიც არ არის თითქოს და არ არის. და მე რა გვინდა 4 ცალი ყვითელი 1, 2, 3, 4, რომელზეც ორივე მხრიდან დავამაგრებთ. ეს ორივე უნდა იყურებოდეს წინ. ეს 1, ეს 2. ერთი ძალიან მაინტერესებს როგორი ვიდეო გამოვა რა. ახლა შეიძლება ვერ ხვდებით, მაგრამ თქვენზე ძალიან მე მინდა ამ ვიდეოს ნახვა. რა თქმა უნდა თქვენზე ძალიან ისედაც მე მინდა და მე ვნახავ უფრო მალე. იმიტომ რომ როგორც შევთანხმდით, არავის არ გაინტერესებს ჩემი ვიდეოები. მაგრამ მე ხომ მაგას შეგვებული ვარ, კი. ისე რომ თქვენ მაგაზე არ ენერვიულად. ყველაფერი კარგად იქნება. თავზე 2 მწვანე, 1 მწვანე, 2 მწვანე. დავადოთ და ამას ყავისფერი თუ შავია. ეს ყავისფერი, არის.
ფოდიშით ვერ დავინახე რაღაცა მონსტრი დავაწყო ეს უნდა გადავაბა წითლით ვაბავთ ესე იგი ეს არის ეგრეთ წოდებული ჩოხი ეს მაშინ მე შეგჭდება ეს და ეს და შევსვათ ოკეი აქ არის ო გამოდის რაღაცას ემსგავსება იცი ის ორი ცალი უნდა ავაწყო ბიჭო ვაიმე ვაი ერთის ყოფილა მეორეს თურმე აი მოდი ჩოხებს გავაკეთებ აქ უკვე თეთრები მიდის აქ და აქ იმიტომ რომ ბევრად გრძელია თეთრი და ისე ეს ისე მწვანე ეს ჩოხების გაკეთება ყველაზე მარტივია და მე უბრალოდ ამის სიგრძეს ვაგრძელებთ ეს ერთი ამასაც დავუმატოთ ერთი შენ ვერ გაიქცევი კიდევ დავუმატოთ ერთი ხო რა მეტი არა ვერაფერს ვერ გამოიყენებ ალბათ და გავაგრძელოთ იქამდე სანამ სასურველ სიგრძეს არ მიაღწევს არა ის არ არის დიდხნიანი მაინც არ გამოვა იმიტომ რომ იდეაში ესეთიღა დამრჩა ერთი ასაწყობი რომელსაც უცებ ავაწყობ იმიტომ რომ ვისწავლეთ უკვე სიგრძე წკაპ ერთნაირი აქვს და დამრჩა ეხლა მე ერთი წითელი ერთი მწვანე სწორედ ამიტომ ვქნათ აი ესე მაგრამ მწვანე ისინი ერთი ორი სამი ოთხი ერთს ორი ის უკეთი ხედავ ოკეი რა პრობლემა დავაგრძელოთ აქ მაგარია ჯოხი სად გვაქვს ოკეი ეს ერთი დავიწყოთ ახლა ისე თავიდან ყავისფერი მე მწვანე იყო როგორც მახსოვს კი ამას თავზე ვამაგრებთ ესე და ახლა წავიდა ისე მოდი ესენი ახლა შეგვიძლია შემოვწიოთ საერთოდ დრო ნეტა რამდენია არის მაგრამ მალე ვიზავთ მეტი 3 4 5 6 ცხვარი 7 ცხვარი 8 ცხვარი 9 ცხვარი
10 ცხვარი, 11 ცხვარი. 1 ცხვარი, 2 ცხვარი, 3 ცხვარი, 4 ცხვარი, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. მოდი ესენი ცუცე გავაწყოთ, ბარემ გავამზადოთ. რაღაცა ბევრი წვალება ამას არ ჭირდება არაფერი. თითქმის ესეც უკვე დასრულებულია ეს მზესუმზირა. ვან გოგის მუზეუმში ვინც წახვალთ, გაითვალისწინეთ, რომ Starry Night-ი მანდ არ არის. ნიუ-იორკის მუზეუმში იყო. ასე რომ თუ მარტო მაგის სანახავად წახვალთ, პირდაპირ ნიუ-იორკში წადით. თუ გაქვთ საშუალება. თუ არ გაქვთ საშუალება, უბრალოდ Google-ში ნახეთ. მეც ვერ გეტყვით ვერაფერს. ეს ასე. ასენი ესე იქნება ბოლოს, რა თქმა უნდა. აქ ეს ერთი ცალი, ალბათ ესეც დაგვრჩება, ეს ერთი ცალი კომპლექტში. ახლა ესენის დავუმაგროთ. ქარის წისქვილს გავს. ამებს ავაწყობთ, ცოტას დავისვენებთ და გამოვგაზავთ თბილისისკენ გუშინ. ძალიან დავსველდით. ჩანჩქერის სანახავად რო ვიყავით, აუყევით ხეობის მხრიდან. იმიტომ რომ რაღაც ახალი ბილიკი გაიყვანეს და ვერ მივაგენით ამ ბილიკს. დავიკარგეთ. საბამისად ჩანჩქერიც ვერ ნახეთ, მაგრამ ძალიან ლამაზი ბუნება ვიხილეთ და რაღა დაგიმალოთ. და ეს, არა ის ერთი ცალი არ გრჩება. მარტო სამაგრი დაგრჩა ერთი ცალი, ხედა? კაი, ასე არ არის პრობლემა. ახლა ესენი რომელიც გამზადებული გვაქვს, ჯერ ამებს ვამაგრებთ. ესენი ესე გადავწიოთ. შემდეგ ცოტა დიდი გვირილები, კი არა და გულები, მოსმიყვარდა ზესუმზირების ჭამა. ძალიან გემრიელია. და ესეც ასე. ორი ცალი ულამაზესი მზესუმზირიაც ავაწყეთ. სულ მინდა და სხვათა შორის ამეები საწყობა. შეგიძლია მე მგონი ერთს რომ ამას რომ მოხსნათ და მეორეს დაუმატოთ, არაფერი არ დაშავდება. ქარის წისქვილებსაც წააგავს. აი ესეთია. კადრში იმედია ჩანს, ეს გადავდოთ, აღარ გვინდა. ეს ჩავდოთ მზესუმზირების ყუთში. კაი გასართობია. ამ ბუნებას უხდება სიმწვანეს, სილაჟვარდეს. ძალიან ლამაზია. მოკლედ, ესეც ავაწყეთ. აქ ესე რომ ჩავდოთ. ოკეი. აი ესე იდოს. ეს ერთი ნაწილი რაც დაგვრჩა აქეთ გადმოვდოთ. და მოკლედ გემშვიდობებით. შემდეგი ვიდეო საიდან იქნება? ჯერ არ ვიცი. ერთი ადგილია და იქ მინდა რომ წავიდე და ვნახოთ თუ გამომივა ჩემს სოფელში, ტბაზე. ვნახოთ. ლეგოები კიდე ჯერ ისევ მაქვს. ოკეი, მოკლედ. წავედი, შევხვდებით. როცა შევხვდებით, მაგრამ გვირდებით რომ ისო მალე იქნება, ჩვენ სისტემატიურ ვიდეოებზე გადავედით, ხო არ დაგავიწყდათ და სისტემატიურ ვიდეოებზე უკეთესი ხარისხით.
იმედია ეს ორი ვიდეო რაც ახლა გადავიღე, კარგ ხარისხია და ყველაფერი კარგად ჩანს და კარგად ისმის. ოკეი, მოკლედ. გემშვიდობებით მე და ყვავილები. ბუმ